სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა თბილისის მთავარ ეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხომ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სიონის საპატრიარქო ტაძარში სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით პარაკლისი გადაიხადა და თითოეული ახალგაზრდა, ვინც დღეს სწავლას შეუდგა, დაალოცა. საქართველოს ეკლესიის მეთაურმა წიგნის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ რადიო, ტელევიზია და სხვა საშუალებები არ არის საკმარისი. წარმოუდგენელია ადამიანმა წიგნის გარეშე იცხოვროს. საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავარმა სემინარიაში სწავლის პერიოდიც გაიხსენა. გილოცავთ სასწავლო წლის დასაწყის, ღმერთმა მოხცეთ სიბრძნე, სიხარული, სიყვარული, სიკეთის კეთების უნარი. დღეს ჩვენ დავლოცეთ საქართველოს სკოლები, მოსავლენი. დღეს ჩვენ დავლოცეთ უმაღლესი სასწავლებლები, სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს სასულიერო სასწავლებლები. და დღეს ჩვენ დავლოცეთ ყველა, ვინც სულიერად ღებულობს სწავლას და ვისაც ახსოვილი მიიღოს ეს სწავლა. მე მახსენდება ჩვენი ერთ-ერთი პროფესორის სიტყვები, რომ თქვენ 10 სემინარია და აკადემია რომ დაამთავროთ, არაფერი არ გამოვა, თუ თქვენ ინდივიდუალურად არ იმუშავეთ თქვენს თავზე. და გვირჩია მან, რომ ჩვენ შეგვექმნა პირადი ბიბლიოთეკა. სტიპენდია ჰქონდა ჩვენ და ეს სტიპენდია ძირითადად მიდიოდა წიგნების ყიდვაზე. პროფესორები კითხულობდნენ ლექციებს და ზოგიერთი სტუდენტი კმაყოფილდებოდა ამ ლექციებით. სხვა ნაწილი იყო სტუდენტებისა, რომელიც ყოველ დღე მუშაობდა ბიბლიოთეკაში ლექციების შემდეგ. იწყებოდა დილის 7 საათზე, ვიღვიძებდით, ლოცულობდით, 9 საათზე იწყებოდა ლექციები და 3 საათზე იყო სადილე. აი სადილის შემდეგ ჩვენ მივდივართ ბიბლიოთეკაში და ძირითადად კითხულობდით საღვთისმეტყველო ლიტერატურას, ფილოსოფიურს, ლოგიკას, ფსიქოლოგიას, ანთროპოლოგიას, ისტორიას. და მან გამოიღო ძალიან კარგი შედეგი. პირადად მე ვგრძნობდი, რამდენად ეს საჭირო იყო. აი მუშაობა თავის თავზე, წიგნების კითხვა. ეს იყო საწყისი ჩემი ასეთი წინსვლისა. 8 წლის განმავლობაში 4 სემინარია და 4 აკადემია კითხულობდი წიგნებს და 8 წლის განმავლობაში კურსზე ვიყავი პირველი და
პირველმა დავამთავრე სასულიერო აკადემია. წარმოუდგენელია, რომ ადამიანი იყოს წიგნის გარეშე. ეს რადიო და ტელევიზია და სხვა საშუალებები არ არის საკმარისი. ეს არის ზედაპირული ცოდნა. სიღრმისეული ცოდნა მხოლოდ წიგნებიდან უნდა აიღოთ. ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა გახსნას ჩვენი გონება, ჩვენი გული. დიდი ფიზიოლოგი პავლოვი ამბობდა, ადამიანს გააჩნია ორი გონება, მცირე და დიდი. დიდი ეს ამბობდა იგი, ეს არის ჩვენი აზროვნება და გული არის დიდი გონება. ღმერთმა ინებოს, რომ გაიხსნას ჩვენი ორივე გონება, დიდიც და მცირეც. ღმერთმა მადლი მოგცეთ, ღმერთმა ძალა მოგცეთ, ღმერთმა სიბრძნე მოგცეთ. ამინ. დღეს არის სასწავლო წლის დაწყება, როგორც საერო უნივერსიტეტებში, ისევე ჩვენთანაც. ჩვენთან ეს ტრადიცია არის, ყოველ სასწავლო წელს მითი უწმიდესობა მობრძანდება ხოლმე აღავლენს პარაკლის და ამითი ამხნევებს სტუდენტებს, უსურვებს კარგად სწავლას. აუცილებლად მეც მინდა მივულოცო ყველა სტუდენტს უსურო წარმატებების სწავლაში, არა მარტო ჩვენი სასწავლებლის, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით. 15 სექტემბერს მე ველოდი, ძალიან დიდი შემართებით, იმიტომ ძალიან მინდოდა 15 სექტემბერი. მინდა აქ სწავლა, გადაწყვეტილი მაქვს 4 წელია უკვე რომ სემინარიაში უნდა ჩავაბარო და ჩემთვის ეს ბევრს ნიშნავს, რადგან ამ გზით უნდა გავყვე ცხოვრებას და ყველას მინდა მიულოცო, ვინც დღეს დაიწყო სწავლა როგორც პირველ კლასელებს, ასევე ყველა სტუდენტს. ახალ სასწავლო წელს სიახლეებით შეხვდა წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი. უმაღლეს სასწავლებელში ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურზე 450-ზე მეტი სტუდენტი ჩაირიცხა. მიმდინარე სასწავლო წლის პროგრამას საერთაშორისო ურთიერთობების, რეგიონთმცოდნეობისა და სამართალმცოდნეობის სპეციალობებიც დაემატა. სამომავლოდ უმაღლეს სასწავლებელში სტუდენტები ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალობის დაუფლებასაც შეძლებენ. უნივერსიტეტში ახალგაზრდებს ლექციებს აკადემიური პერსონალის არჩევნების შედეგად 4 წლის ვადით შერჩეული პროფესორ-მასწავლებლები წაუკითხავენ. აღნიშნული სიახლეების გასაცნობად და სასწავლო წლის მისალოცად უმაღლეს სასწავლებელს რუსთველი მიტროპოლიტი იოანე და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თენგიზ მარსაგიშვილი ეწვივნენ. სასწავლო წლის დაწყებას ულოცავ ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტს. ჩვენ გავეცანით ორი კორპუსი დავთვალიეთ, წყინვალეთ, უმაღლეს დონეზე არის ყველაფერი შესრულებული და ვფიქრობ, აქ ყველა პირობაა, რომ მაღალ დონის განათლება უმაღლეს მიიღო ჩვენ ახალგაზრდება და ეს იქნება საწინდარი ჩვენი ქვეყნის წარმატების. მინდა მივესალმო საქართველოს უმაღლეს სასწავლებლის პირველ კურსელებს და საერთოდ ზოგადად სტუდენტებს და მიულოცო ახალი სასწავლო წლის დაწყება. მიულოცო ახალი სასწავლო წლის დაწყება სკოლის მოსწავლეებს, პირველ კლასელებს პირველ ყოვლისა, რომელთაც შეაღეს უკვე ცოდნის კარი და მოუთმენლად ელოდებიან იმ სიახლეებს, რაც ამ სასწავლებლებში დახვდებათ. ამ თვალსაზრისით საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტსაც აქვს ძალიან ბევრი სიახლენი და დავიწყოთ იმით, რომ წელს მიუხედავად იმისა, რომ აბიტურიენტები შედარებით ნაკლები იყო, 450-ზე მეტი სტუდენტი ჩაირიცხა ჩვენს უნივერსიტეტში ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურს. ეს იმას ნიშნავს, რომ უნივერსიტეტი უკვე შედგა. უნივერსიტეტს აქვს სამივე საფეხურის სწავლება. ახალ სასწავლო წელს 2014 წელს დაგვემატა საერთაშორისო ურთიერთობების და რეგიონცოდნეობის და აგრეთვე სამართალმცოდნეობის სპეციალობები. აქტუალებული ვარ, ძალიან ბევრ რამ შეიცვალა თქვენ უნივერსიტეტში. მე რეგულარულად მოვდივარ ხოლმე აქ კონფერენციებზე.
და ასე თუ ისე ვიცნობდი მეტნაკლებად თქვენი უნივერსიტეტის მდგომარეობას, მაგრამ რაც დღეს ვნახე, ეს არის ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი. საქართველოს უნივერსიტეტებს შორის ქართული უნივერსიტეტი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული უნივერსიტეტია, სწორედ ამიტომ შევაჩერე მეც ყურადღება ამ უნივერსიტეტზე. ფიქრობ, რომ წარმატებული წელი სასწავლო წელი იქნება, რადგან პირველ კურსელები საკმაოდ მოტივირებულები არიან და სურთ რომ გააგრძელონ შემდგომში სამეცნიერო მოღვაწეობა. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა. სტუდენტებს ახალი სასწავლო პროცესის დაწყება უმაღლესი დაწესებულების რექტორმა ვლადიმერ პაპავამ, ქალაქის მერმა დავით ნარმანიამ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ გიორგი შარვეშიძემ და ფაკულტეტების დეკანებმა მიულოცეს. ამასთანავე 2013-2014 სასწავლო წლის პერიოდში მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტები სხვადასხვა ფასიანი საჩუქრებითა და მადლობის სიგელებით დააჯილდოვეს. აღსანიშნავია, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა 4000-მდე პირველ კურსელმა დაიწყო. ჩვენ ყავს ახალი პირველ კურსელები, რომლებიც დღეს გახდნენ სტუდენტები, მათ მიიღეს საპატიო წოდება სტუდენტის და ჩვენ მზად ვართ, რომ შევქმნათ მათ ყველანაირი პირობა წარმატებული სწავლისათვის. ხოლო ნიჭიერებს ჰქონდეთ შესაძლებლობა სამეცნიერო საქმიანობისათვის. ყველას ულოცავ სასწავლო წლის დაწყებას და წარმატებებს უსურვებ ყველა პირველ კურსელს და ყველა სტუდენტს.